მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგიკითხავთ და დღეს შემოგთავაზებთ გაშლას, რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან და რა მოდის ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში, რა ცვლილებების წინაშე დადგებით. გაშლას გავაკეთებ ორ ვარიანტზე. მე კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი და კომენტაროთ, მოიწონოთ ბალანსისთვის და პირად კონსულტაციაზე შეგიძლია მომმართოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე, WhatsApp-ზე მომწერეთ. მაშასე, გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. რა ცვლილებები გელით? მოდი ვნახოთ პირველად. რა ცვლილებები გელით? რა წავა თქვენი ცხოვრებიდან? და რა მოვა თქვენს ცხოვრებაში? პირველი ვარიანტისთვის. ახლა მეორე ვარიანტისთვის ნახოთ. რა ცვლილებები გელოდებათ მეორე ვარიანტს? რა ცვლილებები შემოვა თქვენს ცხოვრებაში? რას ეხება ეს ცვლილებები? მეორეებო. რა წავა თქვენი ცხოვრებიდან? და რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში? მეორე ვარიანტი გადავდოთ და პირველი მოგესალმებით და ვნახოთ. რა ცვლილებების წინაშე აღმოჩნდებით? მეგობრებო, ზოგადად გეტყვით, რომ შეიძლება პირველებო დაკავებულები იყოთ მატერიალური მხარით, კონცენტრირებული იყოთ თქვენს სამუშაოზე, ანაზღაურებაზე, ფინანსებზე, ასევე შეიძლება კონცენტრირებული იყოთ დაგროვებაზე და გსურდეთ რაღაცისთვის თანხის დაგროვება, მიზანი გქონდეთ ისეთი, რის გამოც თქვენ შეცადოთ დააგროვოთ თანხა. შეიძლება ეს ცვლილებები ეხებოდეს მამაკაცს, რომელიც შემოვა თქვენს ცხოვრებაში. და ეს მამაკაცი იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი, ცოტა კარიერისტი, შრომის მოყვარე და წარმატებული თავის საქმეში. რა ცვლილებები ელოდება? მეგობრებო, შეიძლება ძალიან მალე გამოჩნდეს სწორედ ეს მამაკაცი, რომელიც უბრალოდ არ იქნება თქვენს ცხოვრებაში შემოსული და ეს იქნება ნამდვილად თქვენი კარმული პარტნიორი და ერთი დანახვით. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა იდუმალებას შეამჩნევთ ამ ადამიანს, იმდენად ნაცნობი იქნება თქვენთვის, მოგეჩვენებათ, რომ მთელი ცხოვრება იცნობთ ამ ადამიანს. რაღაც მომენტში იმდენად ნაცნობი იქნება ამ ადამიანის ენერგიები თქვენთვის, შეიძლება შიშმაც კი შეგიპყროთ. ნახოთ, რა წავა თქვენი ცხოვრებიდან. მაგრამ მეგობრებო, ეს შიში მალე გაგიკარწყლდებათ თქვენ და ძალიან დიდი ტრანსფორმაციის წინაშე დადგებით. რაღაც ეტაპი დასრულდება თქვენს ცხოვრებაში და ისე აღარ იქნება, როგორც ადრე იყო. რას ეხება ეს დასრულება? მოდი ვნახოთ.
რაღაც შიშებს მეგობრებო, რაღაც შიშებს. ეს შიშებს შეიძლება იმასთან დაკავშირებით, რომ ოდესღაც არ გაგიმართლათ ან კარიერაში, ან არ გაგიმართლათ პირად ცხოვრებაში. ახლა ეს შიშები გაგიქარწყლდებათ თქვენ ნამდვილად და თქვენი ცხოვრებიდან წავა ის შიშები, რაც ეხება თქვენს თავდაჯერებულობას ნამდვილად. რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში? მეგობრებო, შემოვა ძალიან მსუბუქი ენერგიები. შემოვა წაღან ვახსენე მამაკაცი და შეიძლება ეს იყოს მამაკაცი, რომელსაც შეიძლება არც კი იცნობდეთ. ძალიან მსუბუქი, შეიძლება პირველად ფლირტით დაიწყოს ეს ურთიერთობა. ან ეს ადამიანი გაიცნოთ სამსახურში. შეიძლება ეს ადამიანი გაიცნოთ სამსახურში, ან სადმე მგზავრობის დროს. ან წახვიდეთ სამსახურიდან მივლინებაში და იქ გაიცნოთ ეს ადამიანი. რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში? თანაც ძალიან სწრაფად. ბატონო, მეგობრებო, როგორც წეგან გითხარით, ძალიან დიდ ცვლილებას განიცდით. შემოვა ძალიან დიდი ცვლილება თქვენს ცხოვრებაში და შემოვა ნამდვილად ახალი ადამიანი და ეს ადამიანი უკვე მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. მადლობა პირველებო და მოდი ვნახოთ მეორე ვარიანტისთვის. რა შემოვა მეორე ვარიანტი? პირველ რიგში რა ცვლილებების წინაშე დგას მეორე ვარიანტი? რა ცვლილებები გელოდებათ მეორეებო? მოგესალმებით. რა ცვლილებები გელოდებათ? მეგობრებო, თქვენი ცვლილებები ეხება რაღაცას, რაც ვერ გადაგიწყვეტიათ. რას ეხება? მოდი ვნახოთ, ორაზროვანია ეს კარტი. მეგობრებო, ნამდვილად მოხდება თქვენს ცხოვრებაში უიცარი ცვლილებები და ეს ცვლილებები იქნება კარმული. ეს ისეთი ცვლილებებია, რომელიც უცაბედად მოხდება თქვენს ცხოვრებაში. დაგაფიქრებთ ძალიან ბევრ რამეზე ეს ცვლილებები. დაგანახებთ თქვენს განვლილ გზას, ცუდს და კარგს. დაფიქრდებით, აწონ-დაწონით სიტუაციას შეაფასებთ, ჩაუღრმავდებით თქვენს განვლილ თვითვეულ ნაბიჯს და დაიწყებთ ყველაფრის გადაფასებას. რას ეხება ეს ცვლილებები? მოდი მეგობრებო, თუ თქვენ ახლა რაღაცნაირად მსხვერპლის პოზიციაში ხართ და ფიქრობთ, რომ რაღაც მომენტში არ დაგიფასდათ რაღაცები, თუნდაც თქვენი საქმიანობა, თუნდაც პარტნიორთან ურთიერთობა და რაღაც მომენტში მსხვერპლად თვლიდით თავს. თქვენ მოგიწევთ აი ეს პოზიცია შეცვალოთ, გაეცალოთ აი იმ სიტუაციას, სადაც ხართ, რათა იპოვოთ თქვენი თავი, ახლიდან დაიბადოთ. მეგობრებო, თუ ახლა თქვენ გააქვთ ამ
ამასთან დაკავშირებით შიშები როგორ გამოხვიდეთ აქედან, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ამას მოახერხებთ. ძალიან დიდი ცვლილებები გელოდებათ. რა წავა თქვენი ცხოვრებიდან? თქვენი ცხოვრებიდან მიდის ვინმე მამაკაცი, რომელიც ძალიან ხისტი ენერგიებით იყო ამ ურთიერთობაში. ეს ადამიანი საკმაოდ მკაცრია თავის გადაწყვეტილებაში. თქვენს თითქოს თქვენი ურთიერთობა გაცივდა. ეს ადამიანი ძალიან ცივი გახდა ამ ურთიერთობაში, ამავე დროს ძალიან მომთხოვნი და თქვენ ამ ურთიერთობაში რაღაც მომენტში, როგორც წეღან გითხარით, მსხვერპლის როლში იყავით და შიში გაქვთ, როგორ დააღწიოთ აი ამ ურთიერთობას თავი, მაგრამ თქვენ ამას ახერხებთ. თქვენ აღწევთ აი ამ ადამიანს თავს. რა მიდის კიდევ? თქვენ კი ნამდვილად ეს ადამიანი წავა, ან თქვენ წახვალთ ამ ადამიანიდან და როგორც კი ამას მოახერხებთ, თქვენ გადახვალთ ისეთ ენერგიებში, როგორც იყავით უწინ, როგორც პატარა ლაღი ბავშვი. აი ისეთ ენერგიებში გადახვალთ, როგორც კი ამ ტოქსიკურ მამაკაცს მოსცილდებით. ეს მამაკაცი შეიძლება იყოს სამხედრო პირი, ან ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდეს, ან იყოს ექიმი. რა შემოვა ამის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში? რა შემოვა? მეგობრებო, გათავისუფლდებით აი მიჯაჭულობიდან, რაც გქონდათ ამ ადამიანთან, გათავისუფლდებით აი მოგონებებიდან და აი ასე ვთქვათ, არასასიამოვნო ურთიერთობიდან, სადაც შეიძლება ტყუილიც კი იყო ურთიერთობაში. გათავისუფლდებით, თქვენ თავში ძალას იპოვით, რომ აი ამ მიჯაჭულობიდან და ტოქსიკური ურთიერთობიდან გამოხვიდეთ და ძალიან მშვიდ ენერგიებში გადახვიდეთ. რა შემოვა? და ამის შემდეგ შემოვა ძალიან დიდი სიძლიერე თქვენში და ამის შემდეგ თქვენს ოჯახში, თქვენს გულში დაისადგურებს სტაბილურობა. თქვენ იგრძნობთ თქვენს სიძლიერეს, შემოვა თქვენთან ძალიან დიდი სიძლიერე და შეიძლება რაღაც პერიოდის მერე თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ვინმე სხვა ახალი პიროვნება, რომელიც თავისი ცეცხლოვანი ენერგიებით, ქარიზმით შემოვა თქვენს ცხოვრებაში. შემოვა. მეგობრებო, თუ ვინმე სამსახურის სფერო ჩაიფიქრა, გეტყვით, რომ თქვენთან შეიძლება შემოვიდეს სრულიად ახალი სამსახური, დატოვოთ ძველი, რომელიც აღარ გაკმაყოფილებდათ, რომელშიც თავი ამოწურეთ, ან არ აფასებდნენ სამსახურში თქვენს ძალისხმევას და შრომას და სამსახურშიც აუცილებლად გელით ახალი შემოთავაზება, რომელსაც არ უნდა თქვათ უარი. აქ თქვენ მოგცევენ არჩევანის საშუალებას და აქ თქვენ შრომასაც ნამდვილად დააფასებენ. და თქვენთან შემოდის სურვილის ასრულება.
გილოცავთ მეორეებო, საკმაოდ რთული პერიოდი გაქვთ გასავლელი, მაგრამ მიხარია, რომ ძლიერდებით, უღრმავდებით თქვენ თავს, ძლიერდებით თქვენ თავში, პოულობთ საკუთარ მეს, სიძლიერეს, მიზანდასახულობას და აღწევთ სასურველ მიზანს და შედეგს. მადლობა მეორეებო თქვენს და გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით და მე ველი თქვენს კომენტარებს. დროებით.